ხალხო, ხალხებო, მოვედი. მე კი მოვედი, მაგრამ არ ვიცი ღირს ვიდეოს ჩაწერა თუ არაღებ, ცოტა კი ეგრე ვართ. ხმაურია გარედან, დაიცა გავასწორო ისა. რა ქვია ამას? ობიექტივ. 1 მილიმეტრი უნდა ხოლმე გასწორება და იმას ვასწორებ. ეხლა შემოვედი სახლში, უფრო სწორედ. დაიცა, წარმიმდევრობით. დილას გავედით. მოკლე ტყავის ქურთუკი მეცვა, მოკლე. ხო და ერთი ადგილი გამომეყინა ძალიან. ეხლა ჩავიცვი გძელი. ხო და დედა ყველაფერი რა კარგად მიუყარე. ეს ჩავიცვი ისა შუზები დაბალი ძირზე და ცივა, აცივდა, აყინდა, გაიყინა. ცოტა აი ქარს მოაქ რაღაცა ქერქლები, ფერფლები, რაები არ ვიცი, ეს ფოსტა მოვიდა. ხო და ისა ჩამომაგდო ამ ჩემმა ქმარმა ჩვენ წინ არის გათხრები. გათხრით სამუშაოები არ ვიცი რა ტრუბებს აყრიან, მილებს, დენია, ფიბრა არის, რა არის არ ვიცით, ჯიგეებია, ვინ გეტყვის, არაფერი არ იციან, ხო და მანქანა ცოტა შორს გააჩერა და ჩამომაგდო და მითხრა წადი შენ ბარში, მე ჩემ ბარშიო, ხო და ლამაზობა როგორია, ხო და ეს ვერ გავარკვიე, ნათი, ვერო, კარგახანი უყურებ, მწვანე დაბლა თუ ყვავილებ დაბლა, ორივე მხარეს შეესადაგებოდა და ბოლოს შესაკრავი ეგრე მოითხოვს უფრო. ხო და იმის თქმა მინდა რომ წავედი ყავადავლი, ხო ამოვედი სახში ეს ხილბოსტანი დავყარე და წავედი ყავადავლი და მე მაღაზიაში შევედი. დიდი არაფერი არ მინდოდა ვითომ, ყველაფერი მაქვს და მაინც რაღაცები გამომეკიდება ხოლმე. ხო და ეხლა ვიფიქრე რომ მოდი მეთქი ამ ჩემ ადამიანებს რომ დავპირდები რომ მალე მოვალ მეთქი ხოლმე როგორ ანაბავ თვალებს ნანავი თომაც და დიდი მებძანდები. ხო და ისა ვაიბეთ და ეს შავი კაბა ვეღარ გავიფიქრე მორჩა გავიხადე გავრეცხე რომ მორჩა მეთქი წელს და ერთ სეზონზე მეტი კი ვერ აწვალობენ ესენი მე სახლის კაბად გადადის. ხო და ეხლა ისეთი სიამოვნებით ჩავიცვი გელიცვალე რომ რა გითხრათ. რა ვიყიდე? ვიდეო რა ვიყიდე და რაც ვიყიდე. 2 ცალი ინოჩენტეს ეგრეთ წოდებული მოცარელები ხალხო, ეს უნდა იყოს კანონით ადრე იყო 125 გრამი. მერე გახდა 100 გრამი ერთი ცალი და ეხლა გუშინ გავხსენი ერთი მქონდა რა და აი ამ ხელადებს შიგნით ინოჩენტეს მეუბნები რომ აი ლამბაქზე შუა ადგილიც ვერ შეავსო და ინოჩენტეს მეუბნები ეს რაღაცა არის მეთქი იმის გარდა რომ ფასი ემატება კიდევაც წონაში აკლეო მე მაგათიო იგინება იფურთხება მაგრამ რა აზრი იოგურტი, თეთრი იოგურტი, ჩვეულებრივი იოგურტია, ოღონდ ისა, უცხიმო არ არის რა, არავის რამდენი პროცენტიანი არ ვიცი, მაგრამ ეს არის ყველაზე იაფიანი იოგურტი და არა აქვს აზრი ძვირისყიდვას ერთი, ბერძნული კარგია. განსაკუთრებით რომელიც გაწურულია ის არაჟანია ჩვეულებრივი რა. ხო და ეს ჩვეულებრივი იოგურტია ყველანაირად მივირთ მე გინდა ისე, გინდა წყობა, გინდა რა. 1 კილოიან და ყველაზე იაფი ღირს. ეგა სოიოს соуსი, იმიტომ რომ სუშები. ნახევარი თავი კომბოსტო, ვაიმე, იქ არისო ხილბოსტნაში სადაც ვიყავი, არ არის ესეთი თეთრი კომბოსტო, არის შოება. ვერძა არის, რომელიც არის ხუჭუჭი. ეგ ხუჭუჭა ძალიან ჩვეულებრივი კომბოსტოა რა თქმა უნდა ჯგუფი, ჯიში, ოჯახი, მაგრამ მწყლარტია, მე მწყლარტება. უფრო ნაზია, უფრო თხელი ფურცლები აქვს, მაგრამ ეს მირჩევნია მე, მამაპაპური. კომბოსტო ვიყიდე, დღეს სადილზე საბოლოო ბორშს მივირთ მე მაგას არ გადავაქცე. წუხელს აღამოთი ვახშამზე ინოჩენტესაც ვაჭამე. მე ვთქვათ, გინდა არ ვიცი მე აბა მირთვი. მეორე ჩეკსაც ვეძებდი და არა ნახდი გადავიხადე. ანუ ნახს რო იხდი ხო ერთი ჩეკია და
თუ კარტით იხდი ორი ხოლმე ბანკისა და ის, მაგრამ იქით დიდ სუპერმარკეტში ყველაფერი ერთად არის მიბრძოლ. ეხლა რა გითხრათ ხალხებო, ეს არის ნიორი. ორი თავი ნიორია, აი მე ნეტა წავიდეთ აქედან, იქით ხო არ გავიდეთ, ნეტა ხმაური როგორ ისმის, ვაიმე არ ვიცი. ორი თავი ნიორი არის. ხო და მთის ნიორიო, მთისა ვაწერია მთიან მთას ნიორიო და კარგიო და ეგეთი. ეხლა რატომ მინდა ნიორი? მაგ ერთი თავი ნიორი, აქ ერთი თავი ნიორი გეყოფა რავი რამდენი ხანი. ისა რა ქვია მაგას? მე საწავიდეთ ეხლა ისეთ ადგილზე რომ არ იყოს ხმაური. სამზარეულოში იქით სხვა და ხმაური, მალე მოვჩები. ხო და გუშინ წავაწყდი ერთი რეცეპტი, გააკეთა იმან ვასილია ერთი პოვარი აგვარი არ მახსოვს ემილიანენკო თუ რაღაცა ერმოლიანენკო არ მახსოვს მოკლედ გააკეთა ნიორი და ვაშლი როგორც ჰუმუსაც აჯობია ამასაც იმას მაგრამ ეხლა ის ტახინის პასტა არა მაქვს ტახინის პასტა გაუკეთა ნიორი ორი თავი ნიორი ერთი ამდენივე რაოდენობის ვაშლი ორი თავი არა რამდენიც რა ის იყო რა ერთი ვაშლი ალბათ დიდი კარაქში და ზეთში მოწვა, კარგად მობრაცა, მე ერთმანეთში გაჩეჩქვა და რა ვიცი 1000 სუნელი ძირა უნდა და რაღაცები და დამაინტერესა მინდა რომ გავაკეთო. ეს არის ბრუსკეტები, ინტეგრალი არის. ინტეგრალი რასაც ქვია და სერი. ესეთებია. სუხარი არ არის, მაგრამ ზედ რასაც კიდე დაადებთ, მოკლედ და გააკეთებთ ბუტერბროდებს. ხო და მე მიყვარს, ადრე ხშირად ეხლა რავი საუკუნე არ მიჭამია და ეხლა რატო ვიყიდი არ ვიცი. ბრინჯი, იმიტომ რომ დღეს ინოჩენტეს აქვს ბრინჯი და ისა რა ქვია, ბარდა. წვანე ბარდა მოვშუშავ ხახთან, ბეკონთან, მე კვერცხს მოვასხავ, მე ბრინჯს მოვხაშავ და ერთმანეთში აურევ და მიექმნევ. ლავაშები, რაც გავზარმაცდი და აღარ ვაკეთებ ჩემ ლავაშებს, ეყიდულობ. შემწვარი კარტოფილი თუ შესაწველი კარტოფილი არ ვიცი, ეს კარტოფილი უკვე დაჭრილია, ერთი პირი უკვე შემწვარია და ღუმელში იმაზე გავშლი ხოლმე ჟარონაზე და მაღალცეთ იმაზე შევაგდებ ღუმელში და როცა მომინდება ვაკეთებ რა. ეხლა ეს მორჩი. ეხლა გადავიდეთ ხილბოსტანი. არწყვი ორი ესეთი ჩესტინო ვიყიდე. ახლდან დაგანახე. ეს კანდონა მარწყვია, ვითომ ყველაზე კარგი და ასე და ისე და კილო ღირდა 7 ევრო და ეს ეხლა დღესდღეობით არის იაფი. ვაიშვენი ბრალი. კიდო ყაბაყი. ის ბიჭი აირია, რომელია ყაბაყი და რომელი კიტრი ვეღარ ვიგებო. ყაბაყი წვრილებია საკმაოდ და რა ვიცი რამეს გავაკეთებ. ინოჩენტეს თვალის დასანახად არ უნდა ყაბაყი, არ უყვარს, მაგრამ მე მაინც ხან ღუმელში თინუსთან ერთად ვაკეთებ ხოლმე, ხან რამე ხან ხეხავ, წურავ და ისა რულეტით ვაკეთებ, ხან ისევ გახეხილს გავწურავ და კატლეტებში უმატებ და რა ვიცი რა, მოკლედ ვცდილობ რომ რამენაირად შევიყვანო მენიუში. ეს მაჩუქეს რამდენი ჩაუდია რა არის რა დღეს კაი ჯუნკი ბიჭია და დღეს დაამბულხელად ჩამიდო. ძალიან ბევრი მიყიდე პორტოხალი. ეს არის ბევრი. მაგრამ ფასი კარგი ქონდა ევრო და 30 ღირდა კილო. აქ აღის ჩვენთან ევრო და 90 და თან კიდე ძალიან კარგი პორტოხალებია მოკლედ რა. რავი, ვიდზე კაია და ეხლა მე რო გავჭრი და ვნახავთ, იმედი იქნება რომ კარგი იქნება, იმიტომ რომ სულ მანდ ვყიდულობთ, სულ კარგი გამოდის, არასდროს არ არის ცუდი. აი ეს იყო ძვირი. აი ეს ინოჩენტებებმა რატო იყიდე თუ მასეთი ძვირი ხიდა? ყვავილოვანი კომპოსტო, რომელსაც ის იასამნისფერი უკვე მივირთვით და ეხლა ეს მწვანე ვიყიდე 2 შაბათს გავაკეთებ ალბათ, არ ვიცი. კილო ღირდა 3 და 50. აი ეს პაწაწკუნა გამოვიდა
3 და 75-ისა. კარგად მახსოვს. ეს ბალახი. ეს ბალახ-ბულახა ინოჩენტეს მოწოს ეგეთი ბალახა ჩიკორია და მიირთმევს. ნუ მეც როგორ გითხრათ, ეს როცა სადილად ჩემთვის სხვა რამეს ვაკეთებ, მაგრამ ამასაც ერთ ნახევართებში მაინც მივირთმევ ხოლმე პასტის გარეშე, რა თქმა უნდა, რომ ისა მივიღო ეკვილიბრი, რა ქვია მაგას. ბალანსი. ხახვი, თეთრი ხახვი. ეხლა უკვე დავიწყე წითელი ხახვის ყიდვა, ვიყიდე და ვიყენებ, რა ვიცი, გუშინ სალატშიც ჩავეურიე, ბორშიც ის გავაკეთე, წითელი ხახვი, რომ ფოჩებს ვინახავ და სააღდგომოთ რომ კვერცხი შევხო. ორი თალი ბადრიჯანი მაქვს წინა კვირას ნაყიდი. მაგრამ უკვე რომ რაღაცა არის ხოლმე ძალიან კარგი შესაძლებლად აღარ ვიყენებ და ეხა ჩვეულებრივ ბადრიჯანი 2 თალი ვიყიდე, იმიტომ რომ შეიძლება კვირას სადილზე მჭირდებოდეს. ეგა და კიტრი. არ მიყიდია მსხალი, იმიტომ რომ გვაქვს, არ მიყიდე ბანანი, იმიტომ რომ გვაქვს და ეს კიდო კიტრი. რა თქმა უნდა მეორე კიტრი მირჩევნია, ჩვენებური შუშა კიტრი რო ქვია და აქ კიდე ბარეზანა ქვია, მაგრამ არ იყო. იქ მთაში რო ვიყავით, იქ ვიყიდე. ეხოსკოპიაზე რო ვიყავით. ეს იყო ჩემი რა ვიყიდე. ბროშკა აღარა ჩანს, ბროშკა. ხო და ისა, ეხლა უნდა სადილი გავაკეთო. ბარდა, გაყინული მაქვს უნია და უნდა მოხარშო. ასე რომ წავალე ხოლმე და გავაკეთებ სადილობას. სხვა რა გითხრათ, ცუდი ამინდი რომ მოვიდა ხო იცით, კიდე ჩვენ რა გვიშავს. ჩრდილოეთისკენ იტალიაში მოთოვა, რა ვიცი, ხეები ცვივა, აქ ეხლა ქარია, ძალიან არ აგლეჯავს, ისე რა ქარია და დადის ისა სამსახური, რა ქვია მაგას. უსაფრთხოების სამსახური დადის და ათვალიერებს აბა რომელი ხე შეიძლება რომ ჩამოვარდეთ. აი შეიძლება ეს ვიდეო არაფრად არ გამოდგეს, იმიტომ რომ ხმაურია ძალიან. მოვედით, ვაიმე არა ვართ კარგად. ვერა ვართ, ვერა. ვერა ხალხებო ვერ ვიგებ აქ უკვე ისე ვარ გადაჩვეული სამზარეულოში რომ ობიექტივის დაყენებაც აღარ მახსოვს. ეხლა საუზმე არც ამილაგებია. ეხლა ეს გუშინ ჟოჟოლი, ჩემი ჟოჟოლი როგორი მაქვს, ოხო, ფიქრი. დედა როგორ მინდა ეხლა შევჭამო და ხელებიც არა მაქვს დაბანილი. ასეთ შემთხვევაში ვიღებ ჩანგალს. ხო და ისეთი სუნი აქვს, რომ კახურის ერთით არის შეზავებული და ასე შემდეგ. ეხლა ერთი გული მეუბნება რომ ისა რა ქვია ჭადი მოვზილო ჭადი გავაკეთო და ცოდუა ეს ეგრე ჭადი უნდა ჭადია თუ მჭადია რავი ხო და ეგრე ვაიმე და იქით რა გრუხუნია ნეტა ეხლა ეს ვიდეო როგორი გამოვა წარმოდგენა არ მაქვს თუ გადავფარე ჩემი ყვირილით ის ხმაური ხალხებო რამდენი ხანია სამზარეულოში ვიღაცამ კიდე მიწერა ადრე და მომენატრაო სამზარეულოს ვიდეოებიო ხო და შუაკარიბიც კი მივკეტე რო ხმაური არ შემოვიდეს მეთქი მაგრამ რა ვნახოთ ასე რომ მეგობრებო ეს დაყიდობა ეხლა იქით აყრია რა ქვია მაგას მიზაღებში წავალ ხა დავაბინავებ ყველაფერს ხო და თან მივხედავ ჩემ სადილობას რა ვიცი აი რა კარგი იყო ადრე არა დღეში 2-3 ვიდეო
ნებისმიერ თემაზე მოვდიოდი, ჭორაობდი, მე თქვენს პასუხს მიბრუნებდით და ვეღარა მას. როგორი ბზრიალა სკამი ვუყიდე ჩემ ქმარს. ვაი! ეხლა იყოს ეგრე ეს ამზაფხულს და შემოდგომაზე თუ ცოცხალი ვიყავი და თუ ყველაფერი კარგად იყო და იმედია ეგრე იქნება. გეგმა მაქვს რომ უფრო დიდი სავარძელი უნდა უყიდო აქ. ოღონდ ვერა პოულობ ისეთი როგორიც მე მინდა, დაბალი არ მინდა. ისე მინდა რომ სადილობის დროსაც გამოდგეს, მაღალი იყოს. თან კომფორტული, თან მაღალი. ეს მაღალია, თან აბზღრიალებს, როგორც კიდე იბზღრიალე. ხო და ეგრე ხალხო, ეგრე ახალი ამბები, აქაც სკამებიც ახალი მაქვს, ეხლა რა თქვი ის არის საჩვენებელია, მაგრამ ხო ისე ვამბობ. ეგრე წავედი ახლა მე დღეს საღამოთი უფრო დიდი სპეზა რა არის საყიდლები. ნაყიდობა უნდა გავაკეთო და რატო ახლა გეტყვით. აქ ხო ყველაფერი ძვირია. ადრე როცა არაფერი დიდი ფასი ძვირი არსად არ იყო, მაშინ დავდიოდი ატაბატა სხვადასხვა დისკაუნტებში. იაფასიან მაღაზიებში. ხო და ეხლა როცა ყველაფერი გასამაგდა და გაოთხმაგდა, ეხლა აღარ დავდივარ. ხო და ეხლა უთხარი ინოჩენტეს რომ წავიდეთ მეთქი რომ ისეთი რაღაცეები რა, ბევრი რამეა ისეთი, რაც დისკაუნტებში კარგია და ნაკლები დღეს. Lidl-ში არა, იმიტომ რომ Lidl-ი იცით როგორია, საჩემო მაღაზია, ანუ იტალიელის ინოჩენტეს მაგალითად იქიდან დიდად არაფერი არ ანებავს. განსხვავებული რამე მე რომ მინდა ეს ტყელილობიო, რაღაცა ისეთები რა, რაც იქ ვიპოვი, ინოჩენტეს მაღაზია გონი არა აქ, ხო და MD, ვინც აქ ახართ და რა ვიცი გეცოდინებათ, MD ყველგან არის ჩრდილოეთში, სამხრეთში ყველგან MD და ევროსპინი. ეგ ორი მაღაზია არის ნორმალური ხარისხი და ფასებიც მისაღები. იქაც და ძვირდა, მაგრამ ხო და წავალ დღეს საღამოთ ორივეგან და შევავსებ ოჯახს ცოტათი, მაინც. დიდ რამეს კი ვერ მოიტა, 100 ევროს გაისვრი, მაგრამ დიდი ვერაფერი ვერ მოგაკ რა. რას ვისავთ ეგრეა და ეგრე. გუშინ იყო რაღაცა ფასდაკლებები აქ ჩვენ პირდაპირ და ვიფიქრე მეთქი ახლა დამავიწყდა რაღაცები ვერ ვიყიდე და ხვალე ვიყიდე დღეს მივედი და აღარ არის ფასდაკლები. ჯანდაბას დაიწყო იხალო. ხო და ეგრე აბარას ვიზავთ ხალხო ეს ყველგან მსოფლიო რამეა ეს მარტო იტალიაში არ არის და მარტო საქართველოში არ არის. აგორებენ ამ ომებს ისევ რომ თვითონ დამდიდრდნენ მდიდრები, ბიზნესმენები და კაპიტალისტები და რავი ვინ გინდა არ გინდა, ისევ ეგენი ისქელებენ ჯიბეს ამ უბედური ღარიბი ხალხის ხარჯზე. და ეგრეა ხალხი დადის და ყველა ხედავ ეხლა აი ესე დგანან ხელები უკან დაწყობილი ისა რა ქვია გასტრონომიას რა ქვია ძეხვი და ყველის განყოფილება ეგრე დგა უკვე ხალხი ძალიან ეკონომიას აკეთებს ხორცის განყოფილებაც ეგრე უსაქმრად დგა იმიტომ რომ ხალხი ყიდულობს შეამცირა ადრე თუ ყოველ დღე ყიდულობდნენ ეხლა კვირაში ორჯერ იყიდიან მეტს აღარ აძლევენ თავისუფლებას და აი ეგრეა ეხლა მეც მაგალითად რომ მივიდოდი და მიდი რამდენი და არა ეხლა მივდივარ და მეც ვეუბნები 100 გრამი არასდროს არ მithქვია 100 გრამი 100 და არა ხალხი არის რომ ეგრე ეხლა აღარ მინდა ეგრე ეხლა უკვე აღარ ჯერ ერთი იმიტომ რომ თუ არ გჭირდება რატო უნდა გადააგდო ხო? ხო და ზოგს როგორ ვთქვა რაღაცა ყველა უბედურებას რაღაცა დადებითი მხარეც აქვს. ასე რომ ეგრეა. წადი ნანა ეხლა აბზანდი გამოვიცვლი და მიხედავ მე. იცით როგორი ამინდია აი ძილი რო გაწვება თუ როგორ გითხრათ თან წოხელს ამის ნახევარზე დავწექი და რა გინდა რომ გააკეთო არ არის ჩემი აი იცით როგორ ვარ ერთი კვირა აი ეგრე ღამეში 3-4 საათი მძინავს არ ამძინავს ისიც ხო კარგი ძილი არ არის ხო ხარისხიანი ძილი კი არ არის აი ეგრე და მე 1-2 ღამე წამცელავს და მძინავს
იმიტომ რომ უკვე ორგანიზმი თვითონვე გაძლევს რომ მოვაკვდები დაიძინე. ასე ჩემო კარგებო, წავედ ჭურჭელი არაფერი არა მაგას არცხი ერთი ფინჯანია მარტო გასარცხი ინოჩენტემ რომ მიტრი რძე უნდა მეყიდნო არავში საღამოზე ხო გავალ და საღამოზე ვიყიდი. ხო და ეგრე აღარ რძე აღარ არის ფასდაკლებებში ის რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ის რძე ძიმილი 2 ევრო 1 ევრო 1 ლიტრი მეტი არა საქართველოში რაც ფასები აქვს რძეს აქ ყველაზე ძვირი რძეც არ არის მგონი მაგდენი არ ვიცი საგიჟეთი ფასები აქვს რძეს და რა ადრე მაგალითად რძე ვინა სვავდა არც არა თუ კრემი არ გჭირდებოდა თუ რამე ფლავი არ გჭირდებოდა თუ რა ვიცი რაღაცაში რძეს ისე არც არა ეხლა დავიჯერო ყველა რძესატლი ყავს თუ ეგეც მოდაში ჩააგდეს ნუშის რძე ბრინჯის რძე სოიოს რძე ამის რძე დაანებეთ მოდას თავი დაანებეთ ვერ იტანს ვიღაცა რძეს ნუდალეთ აი ეს იტალიელები არიან გაგიჟებულები იმიტომ არის ამდენი ლაქტოზას აუტანლობა რო სჭირთ რომ მთელი ცხოვრება გაჭყიპილები არიან რძით ძე იმიტომ რომ ადვილია დილის საუზმე არაფერი არ უნდა მოამზადო რძე და პეჩენია მორჩა ჩვენთან ბავშვს თუ აჭმევენ ცოტა რომ მოიძდები აღარ ისე სიმართლე თუ გინდათ მე მგონი რომ კი არა და ზუსტად ზრდასრულ ადამიანს აღარ აქვს ის ფერმენტი რომელიც რძეს ინელებს ესენი რამდენიმე თვეში ერთხელ აფთიაქში იყიდება რაღაცა ფერმენტი ლატიჩი იმასაც სვავენ რომ ის რძე გამოძის ტოქსინები თუ რა ქვია მას ლაქტოზა გამოვიდეს ხო და ეხლა უკვე ვეღარც იმას ვეღარ ლაქტოზას ვეღარ ვიტანე ხო და ეგრე ადვილია გაცხელი რძე ჩაასხეში ყავა და პეჩენია კაც ქალი არა ჩვენთან კიდე საუზმეზე ბუტერბროდები კარაქი ყველი სოსისი კოტლეტები თუ კატლეტები რავი რა არის კიდე რა არის საუზმე თუ არა და წინა დღეს მორჩენილი სადილი ან ვახშავ ეგრეც ხო ხდება ხო და ეგრე აქ არა აქ ვერა წავედი ადენანა ასკამი წავედი ხახო აბაჰე და აბაჰო მიყვარს რომ ეტყვი ხოლმე რომ წავედიო და მე ისე მობრუნდებიო ვეღარ მობრუნდები იმიტომ რომ ბარდა ამოსახარში წავედი კოცნით ყველას აბაჰე და აბაჰო